გამარჯობათ მეგობრებო, მე სანდრო ვარ, თქვენ ჩემი YouTube არზე ხარ და დღეს ორი სიტყვით ვილაპარაკეთ პოლიტიკაზე, იმიტომ რომ პოლიტიკას ვერანაირად ვერ აუვლით თავს. არის ხალხი, ვინც თვლის თავს აპოლიტიკურად. ესეთი ხალხი მე მგონი არ არსებობს, რომ პოლიტიკა ყველას გვეხება და ვინც იძახის რომ აპოლიტიკურია, პოლიტიკაში არ ერევა, იმიტომ რომ პოლიტიკა აწყობს. რაც ხდება. მე მინდა ორი სიტყვით მოგიყვეთ არჩევნებზე. და ჩემი გამოცდილება პირველად არჩევნებზე წასვლის, პირველად წავედი არჩევნებზე, ბაბუაჩემმა წამიყვანა, მაგრამ ჯერ პატარა ასაკის ვიყავი, ხმის მიცემის უფლება არ მქონდა, ეს იყო 1991 წელი. და პირველად მოხდეს არჩევნე უბანზე და ალბათ მოგეხსენებათ, ეს იყო რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. მანამდეც იყო არჩევნები, რომელზეც დადიოდნენ ჩემი მშობლები, ბაბუაჩემით და არავის მაგ არჩევნებზე მე არ წავიყვანი ვარ. და გეტყვით რატომაც. აი მე ხელში მიჭირავს, ეს არის 1958 წლის საარჩევნო ბიულეტენი საბჭოთა კავშირის. იმ ქვეყანაში, რომელშიც მე დავიბადე. ეს ბიულეტენი არ იცვლებოდა ფაქტობრივად არასოდეს 1927 წლიდან 86-მდე იყო აბსოლუტურად უცვლელი, ძალიან მარტივი ბიულეტენია. ეს არის უმაღლეს საბჭოში არჩევნები, ეგრეთ წოდებული პარლამენტი ითვლებოდა, მაშინ არანაირი უფლებამოსილება არაფერზე საერთოდ არ ჰქონდა. გარდა იმისა, რომ უნდა მჯდარი იყო დარბაზში და მოესმინათ გამომსვლელის სიტყვები და ტაში დაეკრათ ყველას ერთად და რა თქმა უნდა, არჩევნები რო იყო, მაშინ ღილაკები არ იყო, ყველა ხელს იწევდა, აბა ვინმეს ხელი არ აეწია, ერთპიროვნულად რა თქმა უნდა, ყველაფერი წყდებოდა და მე ამას ადასტურებდა ეს პარლამენტი. უმაღლესი საბჭო, რაც წერქო მაშინ, რაღაცას გაგონებთ, ხო? ალბათ უკვე. საინტერესო ამ ბიულეტენში არის ერთი რამ და რატო არასოდეს არ წავუყვანი ვარ მე ამაყად ჩემ მშობლებს, ჩემ ბაბუებს და ბებიებს საარჩევნო უბანზე და პირველად მოხდი 1991 წელს. საინტერესო არის აქ ის არა რომ ერთი კანდიდატია, რა თქმა უნდა, ერთი კანდიდატი არის. მარცხენა მხარეს ბიულეტენის კანდიდატი არის ჩაწერილი. მარჯვენა მხარეს ვინ წარმოადგინა ეს კანდიდატი რაღაცა ქარხანის შრომითა კოლექტივმა. კომუნიზმი ერთი კანდიდატია. ეგ გასაგებია ყველაფერი და რეალურად არჩევნები არ არის, მაგრამ თავარი არის ამ ბიულეტენის ფუნქცია. ანუ აქ ერთი აბზაცი წერია, როგორ უნდა მივიცეთ ხმა კანდიდატს. აქ წერია, რომ დატოვეთ ბიულეტენში ერთი კანდიდატის სახელი და დანარჩენი, რომელსაც არ აძლევთ ხმას, გადახაზეთ. ხო, მარტივია, გადახაზა ვისაც არ აძლევ ხმას და ვინც დარჩება, იმას აძლევ ხმას. ეხლა საინტერესო ისაა, რომ ერთი კანდიდატია. ანუ არჩევნებზე ხო 200 მილიონი ადამიანი მიყავდათ საარჩევნო უბანში, რომელიც მოწყობილი იყო, ხო, სპეციალურად არჩევნებისთვის იდგა საარჩევნო კაბინა, ურნა, ამ კაბინაში იდო კალამი მელნის, ხო, 91 წლამდეც, 91 წელს მელნის კალამი იყო, იმიტომ რომ საბჭოთა ინდუსტრია ვერ აწარმოებდა პასტის კალმებს საკმარისად. სამელნე და ეგრეთ წოდებული პრამაკაშკა. ქაღალდი, რომელსაც მე დავადებდით, რომ გავაშროთ ეს ჩვენ რომ შემოხაზეთ, ხო, გადავხაზეთ. რომ არ გაიძღაბნოს და მე ვადებდით სპეციალურ ქაღალდს, რომელიც შეიწოვდა ამ მელანს და მალე გააშრობდა. ანუ აი ეს ყველაფერი პროცედურა ხდებოდა იმისთვის, რომ ადამიანი შესულიყო ამ ხმის მისაცემ კაბინაში, აიღო კალამი, ჩაეწო მელანში, არაფერი არ გაეკეთებინა, იმიტომ რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლებელია, ანუ გეონებიან რომ გადახაზეთ კანდიდატი, რომელსაც არ აძლევთ ხმას და ერთი დატოვეთ სუფთა, აქ მხოლოდ ერთია. დაებრუნებინა ეს კალამი თავის საკალმეში, გასულიყო და ცარიელი ბიულეტენი, რომელსაც ვერაფერი ვერ გაუკეთა, ჩაეგდო და აი ესე მიეცა ხმა. ეს ხო შეიძლებოდა ეს კალამი ყოფილიყო იმისთვის, რომ აღჭურვილ ინსტრუქცია იყოს, შემოხაზეთ ის კანდიდატი, რომელსაც აძლევთ ხმას და შემოხაზავდი იმ ერთ კანდიდატს, მაგრამ არა. საბჭოთა ხელისუფლებას უნდა ყველა თავისი მოქალაქეს ეჩვენებინა, რომ მოქალაქე არის მძღნერი. რომ მოგიყვანენ კვირა დღეს საარჩევნო უბანზე, რომ გააკეთო არაფერი.
ხო, ეს კალამი გაიკეთო ტრაქში. და ჩააგდო მერე ეს ბიულეტენი სარიელი, რომელსაც შენ ვერაფერს ვერ შეცვლიდი, ვერაფერს ვერ გააკეთებდი, ვერაფერს ვერ გადაწყვიტავდი და აბა ერთი არ მისულიყავი საარჩევნო უბანზე, სადაც შენით მოიხოცავდნენ ტრაქს. ანუ საბჭოთა ხელისუფლებას საერთოდ არ ჭირდებოდა არჩევნები და ყველასთვის გასაგები იყო ეგ, მაგრამ აი ეს საქმიანობა, რომელთაც დაგაკავებდნენ, რომ გაჩვენონ ყველას აბსოლუტურად არ ვიცი, მზარეულიდან დაწყებული პარტიის ლიდერი დამთავრებული, ხო? პირველი კაცი საქართველოში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეც მიდიოდა არჩევნებზე, იღებდა ამ კალამს და იკეთებდა ტრაქში. იმიტომ რომ სხვა ვერაფერში ვერ გამოიყენებდა. აი ესეთი არჩევნები იყო საბჭოთა კავშირში და ესეთი არჩევნები ჩატარდება საქართველოშიც მალე, როცა მიხვალთ საარჩევნო უბანზე, აიღებთ ბიულეტენს, რაღაცა ფუნქციას ჩაატარებთ და ამ ბიულეტენით მერე მოიხოცავენ უკანალს და არავინ არც დაითვლის და არავინ არც შეხედავს. წავა ეგრევე ნაგავში. მერე ვიღაცა დაჯდება, დაწერს იმ ციფრებს, რომლებიც ჭირდებათ, ხო? და სახელმწიფო ტელეარხების მეშვეობით გვაუწყებენ, რომ რა თქმა უნდა, გაიმარჯვა, აბა თუ გამოიცნობთ ვინ, ხო? ფსონები შეგიძლიათ დადოთ, ვისაც არ გჯერათ კიდე, რომ მაგ არჩევნებზე შეიძლება რაღაცა გადაწყდეს. ამიტომ აი ამ ისტორიით ახლა რაც მოგიყევით 91 წელს ჩემი პირველად ბავშვი ვიყავი, როცა ამ საარჩევნო კაბინაში შემიყვანა ბაბუამ და ბაბუა ჩემ აიღო კალამი და პირველად ცხოვრებაში, იმიტომ რომ ბაბუა ჩემ დაახლოებით იმ დროს დაიბადა, როცა საბჭოთა კავშირი დაარსდა, ხო? პირველად ცხოვრებაში აი ეს კალამი რაღაცაში გამოიყენა და შემოხაზა ორი ვარიანტიდან ერთი რეფერენდუმზე ემხრობა ის საქართველოს დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირიდან თუ არა. და ჩემი აზრით, სანამ აი ეს ქმედებას რაღაცა აზრი არ ექნება, ხო? არჩევნებზე სიარული არის დამცირება პირველ რიგში იმ ადამიანის, ვინც ამ არჩევნებზე წავა, რაღაცას შემოხაზავს და ეგონება, რომ ეხლა რამე მის ცხოვრებაში შეიცვლება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.